გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ როგორც შეგვიდით გაფებზე და ორდერ ბლოკებზე. განვიხილავთ თითოეულს, განვიხილავთ მაგალითებს, სტრატეგიაში როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და რეალურად რას გულისხმობს ორდერ ბლოკი, რა არის გაფი, რისთვის შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ან ზოგადად თვითონ ეს კონცეფცია რას გულისხმობს. საერთოდ რისთვის ვუყურებთ ამას, რა ინფორმაციას გვაძლევს. დავიწყოთ იმით, თუ რა არის გაფი, მაგალითად გაფით დავიწყოთ. გაფი არის სივრცე, fair value გაფი, ასე ეძახიან, არის სივრცე სამი სანთლისგან შედგება რეალურად ეს, ერთი სანთელი, ეს მეორე სანთელი და მესამე სანთელი. სამი სანთელი როდესაც არის და ამ სამი სანთლის შორის ტერიტორია სიცარიელე რაც არის, ერთი ხომ არ შეუსია ეს სივრცე ძირითადად როგორ მოძრაობს მარკეტი მოძრაობს რომ ერთი სანთლიდან მეორე სანთლამდე სიცარიელეს არ ტოვებს. წესით მარკეტი მოძრაობს ასე. როდესაც ასეთ სივრცეს ტოვებს, ეს იქნება fair value გაფი და რა ინფორმაციას გვაძლევს ეს. ეს არის fair value გაფი. fair value გაფი პირველი გეტყვით იმას რომ მუშაობს ეს კონცეფცია ტრენდებში და არა კონსოლიდაციაში რეალურად არანაირ ინფორმაციას ეს არ გვაძლევს, შეიძლება შეიქმნას გაფი, მაგრამ არაფერს არ გვაძლევს, იქ არაფერს მომცემია, არ აქვს გადაწყვეტილი მარკეტ საითი მოძრაობს, ამიტომ უბრალოდ გაფი რომ შეიქმნება, ამით არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს. აქ რეალურად გვაძლევს ინფორმაციას, იმიტომ რომ მარკეტი დაიწყო მოძრაობა ზემოთ, აი აქ გაარღვია სტრუქტურა, კონსოლიდაცია აქვს, ცოტა ქვემოთ წამოვიდა და აქ გაარღვია გაფით. ეს კონსოლიდაციის გარღვევა დაიწყო. აქ დაბალ დროებში, აქ სტრუქტურის რღვევები იყო და შეიქმნა გაფი, ძლიერი მოძრაობა. ეს სივრცე რჩება რატომ? სივრცე რჩება იმიტომ, ჩვენ როგორც უყურებთ რეალურად, სივრცე რჩება იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე, აქედან რომ დაიწყო მოძრაობა, ვუყურებთ ასე, რომ ეს არის ჭკვიანი ფული, smart money. Smart money როგორ მუშაობს, სად შეიძლება რომ დატოვოს კვალი და როგორ შეიძლება რომ მიყვეთ, ამის ერთ-ერთი პრინციპი არის ეს fair value გაფი. ამისთვის ვიყენებთ ამას. რეალურად გვაძლევს ინფორმაციას, რომ ძლიერი მოძრაობა იყო, დაიწყო მოძრაობა, იმდენად ძლიერად და იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ დიდი იმპულსი შექმნა, აქ ვოლიუმით შეგვიძლია დამატებით გამოვიყენოთ. დამატებით ასწოროს, რომ დიდი ვოლიუმიც ჰქონდა წინა სანთლებთან შედარებით და ამ სამ სანთელს შორის დატოვა სივრცე. ეს სანთელის ქვემოთ ვერ ჩამოვიდა, რატომ? იმიტომ რომ ძლიერი იყო მყიდველთა ინტერესი და გამყიდველებმა ფასი ვერ დააგდეს და შეიქმნა ეს გაფი. ეს არის გაფის ძირითადი დატვირთვა, რისთვისაც ვიყენებთ ამ გაფს და რა იდეაც არის ამის უკან. რომ იმდენად ძლიერი იყო ჭკვიანი ფულის, მილიარდელების დიდი ფულის ინტერესი, რომ უკან დატოვა ეს გაფი. რაღაცა ეტაპზე შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ, თვეების შემდეგ შეიძლება შეივსოს ეს გაფი, მაგრამ ამ მომენტში ხედავთ, რომ მიმართულება გვაქვს ზემოთ, არის ტრენდი და ხედავთ, რომ არის ასეთი ძლიერი მოძრაობა. ძირითად შემთხვევაში ეს გაფი იტესტება ხოლმე, სანამ ზემოთ წავა, ანუ ფასი ამოწმებს, აი ამ სივრცეს რომ შექმნის, სამ სანთლიდან სივრცეს შექმნის, შემდეგ რომელიღაც სანთელი ტესტავს ამას, ნამდვილად არის თუ არა იქ რეალური ძალა, რეალური მოთხოვნა ამ ჭკვიანი ფულის მხრიდან და თუ დაარესპექტა, თუ პატივისცა ამ გაფს და რეალურად არ ჩამოსდა და ამის ქვემოთ არ დაიხურა, აქ შეიძლება პატარა ვიკი შეიძლება ჩამოყოს, თუნდაც ბოლომდე, მაგრამ უკან უნდა წავიდეს ისევ. ანუ ამის ქვემოთ არ უნდა დაიხუროს. ეს არის მთავარი პრინციპი.
თუ ამის ქვემოთ დაიხურა, ესე იგი გამყიდველები უფრო ძლიერები არიან და პოტენციურად უფრო იმის შანსი მეტია, რომ უფრო ქვემოთ წამოაფასი, ვიდრე ზემოთ გააგრძელებს. ბოლოს შანსი რჩება ხოლმე ორდერ ბლოკმა იქნებ დაიჭიროს. ეს არის გაფი. აი აქაც მარტივად მაგალითს რომ შევხედოთ. შეიქმნა გაფი, აი ამ სანთელმა პატარათი ჩამოვიდა, გატესტა გაფი და იმდენად ძლიერი იყო ამ გაფის ძალა, რომ დიდად აღარს ჩამოსულა, როგორც კი გატესტა, მაშინვე იმპულსურად ძლიერი მოძრაობით გააგრძელა ზემოთ. ანუ დიდი იყო აქ ძალა ჭკვიანი ფულის, დაინტერესება დიდი იყო და გაფრინდა ფასი პირდაპირ ზემოთ. რა არის ორდერ ბლოკი? მე როგორ უყურებ? ძირითადად ორდერ ბლოკს იყენებენ ისე, რომ მაინც და მაინც ეს ორდერ ბლოკი უნდა იყოს თუ მაგალითად ზემოთ წასვლას ველოდებით ფასისგან, მაინც და მაინც უნდა იყოს წითელი სანთელი, მაგრამ არ არის ეს ასე. არ არის მაინც და მაინც აუცილებელი რომ წითელი სანთელი იყოს. შეიძლება სანთელი დაიხუროს მწვანედ, მაგრამ რეალურად გულისხმობს იმას, რომ ხდება გაყიდვა იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს ყიდვა. ან მანიპულაცია, ასე ვთქვათ, ეს ჭკვიანი ფული ყიდის იმისთვის, რომ თავისი პოზიციები შეავსოს და შემდეგ იმპულსით, ან ორდერ ბლოკსაც ორდერ ბლოკი და გაფი რეალურად ერთად მოიაზრება. ორდერ ბლოკი არ არის თუ მაგალითად გაფს არ ქმნის, ან გაფის ქვემოთ სანთელი, რომელიც არის გაყიდვის და შემდეგ ყიდვის, არის ორდერ ბლოკი. ანუ ზოგიერთი შემთხვევა ისეთი, რომ აი მაგალითად ამ შემთხვევაში, აი აქ მაგალითად აქ ნამდვილად წითელის სანთელია, ანუ აქ კი შავია, მაგრამ რეალურად ეს წითელ სანთელს გულისხმობს. ეს ნამდვილად ორდერ ბლოკია, იმიტომ რომ ფასი აი ამოვიდა ზემოთ, აი აქ დასვიპა. აი დასვიპა აქ. იყო გაყიდვა. გაყიდა ჭკვიანმა ფულმა და შემდეგ გაისროლა. ანუ ამ ტერიტორიაზე შეივსო თავისი პოზიციები ამ ჭკვიანმა ფულმა. და შემდეგ გაისროლა. თუ აქ მოვიდა ფასი ამ სანთელთან პოტენციურად, ველოდებით რომ სავარაუდოა ის, რომ ეს გამყიდველების ამ შემთხვევაში პოზიციები ისევ არის, ანუ ისევ არის აქ წესით ინტერესი, აქ რომ ჩამოაფასი, მინიმუმ თუ ისევ ზემოთ არ გაისროლა და ისევ სტრუქტურა თუ არ გააგრძელა, მინიმუმ რაღაც რეაქცია მაინც იქნება და ანუ დაბალ დროში შეიძლება ეს ტრეიდი ავიღოთ. ანუ მინიმუმ თუ ჩამოვიდა აქ, მინიმუმ რაღაც აი ასეთს მაინც იზავს, თუ ისევ შეიძლება ქვემოთ გააგრძელოს, მაგრამ ნუ რაღაც რეაქცია მაინც ექნება. ეს არის ორდერ ბლოკი, სხვა მაგალითებსაც შევხედეთ, ესეც სულ დავლითა იყო, ნახეთ, ბოლომდე გაყიდა, ბოლომდე ჩამოვიდა ბოლო წერტილი და აქედან შეივსო პოზიციები და გაისროლა ზემოთ. ეს არის, ამიტომ ორდერ ბლოკი. აქაც დასვიპა, ქვემოთ წამოვიდა და შემდეგ გაისროლა. აი სხვა მაგალითიც ვნახოთ, მარტივად რომ იხოთ, აი აქ ნახეთ, ცოტა დამაბნევლად არის. აქ რეალურად ეს სანთელი არ არის. ორდერ ბლოკი. ეს ორდერ ბლოკი არ არის. აქ იმიტომ არ არის ეს ორდერ ბლოკი, რომ ამის ქვემოთ კიდევ იყო გაყიდვა. აი აქამდე ბოლომდე ჩამოვიდა, აი ეს სანთელიც არ არის ორდერ ბლოკი, ანუ ყველაზე დაბლა, მაგრამ ამოვიდა ზემოთ ეს დაბალ საათებში, ან 15 წუთიანებში და 1 საათებში აქ საბოლოოდ გარღვევა იყო. ცოტა ზემოთ წამოვიდა, შემდეგ იყო გაყიდვა, ისევ გაყიდა, ჭკვიანმა ფულმა და შემდეგ გაისროლა. ორდერ ბლოკი არის თვითონ აი ეს სანთელი, თლიანად. მაგრამ სადღაც აი ეს ტერიტორია იქნება, დაბალ დროში შეგვიძლია შემდეგ ამას შევხედოთ. იქ დავინახავთ კარგად. აი ეს არის სადღაც ორდერ ბლოკი. ამ თლიანად ეს სანთელი შეგვიძლია ჩავთვალოთ ორდერ ბლოკად. ეს სანთელი არ არის აქ. ან ბოლო გაყიდვის სანთელი რადგან არის, ან ბოლო სანთელი, რომელიც ყველაზე ქვემოთ, რომელიც ჩამოვიდა, ყველაზე დაბლა და შემდეგ გაისროლა, ის არის ორდერ ბლოკი. ანუ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი რომ მწვანე სანთელია, შეიძლება ვიღაცამ მიფიქროს აქ რომ ეს არის ორდერ ბლოკი, მაგრამ არა. იმიტომ რომ ეს ჩამოსდა ამ სანთელს. ორდერ ბლოკი ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ პოზიციები შეივსეს და შემდეგ უნდა გაისროლოს ფასმა,
აქ შეივსეს პოზიციები და შემდეგ ფასი ისევ ქვემოთ წამოვიდა, არ ლოგიკურია, არ ჭდება. ყველაზე დაბლა, რომელიც ჩამოვიდა და შემდეგ გაისროლა, იქ არის order block-ი. ამ შემთხვევაში დიდი სანთელია, შეგვიძლია მთლიანადაც ავიღოთ. რეალურად დაარესპექტა კიდევაც სხვას. ეს არის order block-ი. გაფების უკვე თქვით და ვიტყვით შემდეგ როგორ გამოვიყენებთ ამას. პრობლემად ფრმად არც ამას არ ვიყენებთ. აი მაგალითად ამ შემთხვევაში შევხედოთ, აი აქ უკვე ვნახეთ რომ აქ გატესტა გაფი ამ შემთხვევაში order block-ამდე არ ჩამოსულა. მარტო გაფი გატესტა და პირდაპირ წავიდა ზემოთ. გააგრძელა ტრენდი. შემდეგ უკვე, როდესაც pullback-ზე წამოვა ტრენდი, ეს არის რეალურად აქ ძლიერი ტრენდის ბოლო ძირი არის აი აქ. აი აქ უნდა გაარღვიე. ეს სტრუქტურა გავიაზროთ, რომ მაგის მიხედვით მივხვდეთ, აქ ყველაზე დაბალი წერტილი გაარღვია აქ სტრუქტურა. რეალურად აქვე ჩამოვიდა. აი აქ. შემდეგ აქედან ავიდა, აი აქ, ბოლო წერტილამდე. აქ ქონდა პატარა სტრუქტურა, შიდა სტრუქტურას, მარკეტის სტრუქტურის გაკვეთილს რომ ნახავთ, იქ მიხვდებით. შემდეგ იყო ძირი აი ეს და შემდეგ ისევ ზემოთ. ეს არის სტრუქტურა. როგორ მოძრაობს. მაგრამ ვიცით რომ, აი მარკეტის სტრუქტურის გაკვეთილსაც რომ ნახავთ, ვიცით რომ აი ამის გარღვევას აქ რომ ნახავთ, ამ პატარა სტრუქტურის, უკვე მოლოდინი გვაქვს რომ ფასი მოდის pullback-ზე სავარაუდოდ. როდესაც წამოვიდა pullback-ზე, სად ველოდებით რეაქციას და რეაქციას ველოდებით აი ამ გაფების და order block-ების ტერიტორიაზე. შეიძლება დაიჭიროს გაფმა, შეიძლება დაიჭიროს order block-მა. ამისთვის შეგვიძლია მარტივად გამოვიყენოთ ეს Fibonacci-ს სხვა გაკვეთილებშიც ვახსენე. Fibonacci შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. ამ სხვა ციფრებს არ ვიყენებ, ძირითადად კი არის აქ და რაღაც დეტალებში ვიყენებ, მაგრამ ძირითადად ვიყენებ 0.5-ს, აი ამას, 1-ს და 0-ს. და რისთვის? 0.5 არის ამ შემთხვევაში ის საშუალო წერტილი, რის ქვემოთაც უკვე ფასი რომ წამოვა ტრენდის ძირიდან თავამდე. ამის ქვემოთ რომ ჩამოვა უკვე ფასი, უკვე ველოდებით იმას რომ უკვე იაფია ყიდველებისთვის ფასი, აქედან უკვე შეიძლება დაიწყო ყიდვა. ანუ რეალურად შეიძლება ზოგჯერ გაჩერდეს უფრო ზემოთ ფასი და ზემოდანვე გაისროლოს, მაგრამ ძირითადად ველოდებით რომ აი ამ 0.5-მდე მაინც ჩამოვა და დამატებით ძირითადად აი ამ ლეველს მაინც ტესტავს ხოლმე. ანუ წინა სტრუქტურის თავს. ამას ეძახიან supports და resistance. ძირითადად აი ამ წერტილს მაინც ტესტავს ხოლმე. და ამ შემთხვევაში, როდესაც ამ სტრუქტურის გამრღვევი ძლიერი გაფი დატოვა აი ეს სანთელია, ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი ასეთი გარღვევა გვაქვს კონკრეტულად, ხშირ შემთხვევაში აი ეს სანთელი იჭერს ხოლმე. აქ გვაქვს საპორტი, გვაქვს ძლიერი გაფი, რომელიც გაფის ხშირად იჭერს ფასს, აი როგორც აქ დაიჭირა მაგალითად, ხშირად იჭერს ფასს, ოღონდ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გაფს რომ გატესტავს არაფერი, ან ხშირად supports და resistance, აი ამ ტერიტორიასაც ტესტავს ხოლმე. ამის თავს, უბრალოდ პატარათი მაინც ეხება. უდნავ მაინც და თუ აქ გამრღვევი იყო იმპულსი, აი ესეთი ძლიერი და გაფი დატოვა, ძირითადად ეს გაფი იჭერს ხოლმე. ამას ტესტავს, მაგრამ გაფი იჭერს. მაქსიმუმ შეიძლება order block-ამდე ჩამოვიდეს, უბრალოდ შეეხოს და წავიდეს ზემოთ. და აქაც ველოდებით, ამიტომ ამას. მოლოდინი გვაქვს ესეთი. ფასი ჩამოდის 0.5-ის ქვემოთ. აქ არის საპორტი და გაარღვია იმპულსით, ან მოლოდინი გვაქვს, რომ აქ გვაქვს order block-ი. პოტენციურად ველოდებით, რომ order block-მა უნდა დაიჭიროს და გვაქვს გაფი. ახეთ თავიდანაც გატესტა გაფი და ეგრევე რეაქცია ჰქონდა.
მაგრამ ძირითადად ამას ტესტავს და 0.5-ის ქვემოთამდე ჩამოდის ხოლმე. ძირითადად, ყოველთვის არა. ხშირად. შეგიძლიათ ეს გატესტოთ და ნახავთ თავადაც. უკვე აქედან პირდაპირ მაგიტომ არ ვიღებ ტრეიდს, იმიტომ რომ პირველი ის რომ აქ გაარღვია და რომ გაარღვევს ძირითად შემთხვევაში აქ retestს იზავს და წესით ამ ლეველს წესით მაინც აიღებს. მინიმუმ წესით აი აქამდე მაინც ჩამოვა და ამ შემთხვევაში უკვე ერთმანეთს რომ ვამატებთ ამ ყველაფერს რომ მაგალითად აქ გაარღვია, ვიცით რომ წესით აქვს ხოლმე ტრენდს retest-ი, ანუ სა რომ გაარღვევს იმ ტერიტორიას, საიდანაც გაარღვია ტესტავს, აი ამ შემთხვევაში აქაც ნახეთ, გაფი იყო და order block-ი. ძირითადად, როცა პირველი გარღვევა ხდება ხოლმე, ხშირად ტესტავს ხოლმე უფრო order blocks. აი აქ გაფში კი ჩამოვიდა, წავიდა ზემოთ, გატესტა ეს order block-ი აქ, რომელმაც გაარღვია, აი აქ პატარა სტრუქტურა და ეს რომ გატესტა, უკვე წამოვიდა ქვემოთ. მოლოდინი გვაქვს რომ წესით აი ამ ლეველამდე უნდა ჩამოვიდეს. გაფმა გაარღვია და მოლოდინი გვაქვს რომ აი ეს გაფი უკვე რომ ჩამოვა და ამ ლეველსაც დამატებით რომ გატესტავს და 0.5-ის ქვემოთაც რომ არის, პლუს წესით უნდა დაიჭიროს. და როგორ რას ვაკეთებთ ამისთვის რომ ეს დავინახოთ, რომ მაგალითად დასტური რა გვაქვს. ანუ უბრალოდ ის რომ ბრმათ მაგას შეგვიძლია პირდაპირაც ავიღოთ. ზოგი იღებს მაგალითად ასეთ ტრეიდს, აი აქ საპორტზე და როდესაც ასეთ სანთელს ნახულობს. აი აქ დაუდებს პირდაპირ ყიდვას, აი ამ სანთელის ძირში დაუდებს და დაუმიზნებს აი აქ თავში. შეგვიძლია აი ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ზოგი ასე იყენებს. მშვენიერი ტრეიდია, 4 ერთთან მიმართებაში ტრეიდია. ანუ ამ ტრეიდზე პირობითად თუ გავიდით, პირობითად $100 შემოდის $400. ნუ ცოტა მეტი ცენტები. 4 და 17. მშვენიერი ტრეიდია. ანუ 4 საათიანი ჩარტია, ანუ ერთი დღე დასჭირდება დაახლოებით, ანუ შეიძლება 2 დღე რომ მივიდეს ჩვენ დანიშნულების ადგილამდე. ერთი სტრატეგია შეიძლება იყოს ეს, რომ აი ასე ავიღოთ პირდაპირ ტრეიდი. მეორე სტრატეგია შეგვიძლია ავიღოთ ასე რომ მაგალითად აი უკვე აქ გაფში რომ შემოვიდა დავკარგეთ ჩვენი ტერიტორია სად გქონდა მოკლედ აქ გაფში რომ შემოვიდა აი აქ ჩავედით 1 საათიანში ან შეგვიძლია მე პირადად უფრო 15 წუთს ვიყენებ 1 საათიან ჩარტს იმდენად არ ვიყენებ ვიყენებ 15 წუთს და აი აქ 15 წუთიან ჩარტზე უკვე დავალოდოთ იმას რომ შევიდეთ ტრეიდში უფრო პატარა stop loss-ით. რა ხდება აქ? ხედავთ რომ აი აქ სტრუქტურა გაარღვია 15 წუთიან ჩარტზე. გვაქვს აქ დასტური რომ ზემოთ მიმავალ ტრენდში ვართ გაფის არეალში, საპორტი და რეზისტენტის ტერიტორია გატესტა. ან მოლოდინი გვაქვს აქედან უკვე ის რომ სტრუქტურა წავა ზემოთ. აქ ახალი ამბები ეკონომიკური სიახლეების რაღაც ფაქტორი იყო აქვს, ამიტომ გაისროლა ესე ძალიან ფასმა აქ. და აქ უყურებთ რას? აქ უკვე შეგვიძლია შევიდეთ ამ დამატებითი ინფორმაციით, აი მაგალითად order block-ით. უკვე რომ აქ პატარა stop loss-ი გქონდეს, აი სად არის order block-ი ნახეთ. order block-ი აქედან დაიწყო მოძრაობა, აქ არ აჩვენებს რეალურად რომ აქ სივრცე არ არის დატოვილი ამ ორ სანთელს შორის, მაგრამ უფრო სხვა დროში რომ შევხედოთ მაგალითად 9 საათიანში, აქ აუცილებლად გაფი იქნება. order block-ი ეს არის და შეგვიძლია რომ ამ შემთხვევაში ეს order block-ი დამატებით უკვე გამოვიყენოთ და აი აქ დავუდოთ და შევიდეთ აი ამ order block-ის ბოლოში, აი ასეთი ტრეიდი ავიღოთ და დაუმიზნოთ აი ამ თავს
და ნახეთ უკვე რამ ხელა სხვაობას გვაძლევს. აქ თუ იყო 4 ერთთან მიმართებაში ტრეიდი, აქ არის უკვე 8 ერთთან მიმართებაში ტრეიდი. რომ დაბალ დროში ჩამოსვლას აი ამ S პლუსი აქვს. მაგრამ ყოველთვის ესე შეიძლება არ მოხდეს მაგალითად. შეიძლება რაღაც მომენტში დასვიფოს აქ, აი აქ სვიპი გაუკეთოს პატარა და ისე გააგრძელოს. ამიტომ ოდნავ ქვემოთ შეგვიძლია დაუდოთ, აი ასე მაგალითად. და 7 ერთთან მიმართებაში იყოს პირობითად. ეს შეგვიძლია ესე გამოვიყენოთ. აქ რომ ჩამოვდივართ დაბალ დროში, მაგას უყურებთ. არის აქ გაფი თუ არ არის, ან ორდერ ბლოკი არის თუ არ არის. ძირითადად, როდესაც ასევე სტრუქტურის გარღვევა რომ ხდება, თუნდაც დაბალ დროში. ძირითადად შემთხვევაში, როგორც გითხარით, ტესტავს ხოლმე ძირის ბოლო ორდერ ბლოკს. ძირითადად პირველი გარღვევა, აი აქ სტრუქტურის პირველი გარღვევა როცა ხდება, მაგ დროს ბოლომდე ჩამოდის ძირითადად და ბოლო ორდერ ბლოკს ძირითადად ტესტავს. აქაც შეიძლება რაღაც ორდერ ბლოკი იყოს, რაღაც გაფები იყოს, აი აქ არის გაფები, ნახეთ, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ქონია, იმიტომ რომ როდესაც თავიდან გაარღვევს, ძირითადად ბოლომდე ჩამოდის, ტესტავს და შემდეგ მიდის. აი უკვე შემდეგ რომ დაიწყებს ტრენდს, შემდეგ არ არის აუცილებელი რომ მაინც ბოლომდე ჩამოვიდეს, აი აქ გაფში გაჩერდა, ბოლომდე აღარ ჩამოვიდა, წავიდა გააგრძელა ზემოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ეს მეთოდი. ამ შემთხვევაში დაიჭირა გაფში, ნახოთ ისეთი მაგალითით, სადაც კონკრეტულად ორდერ ბლოკი გამოგვადგა. აი ეს მაგალითია აქვე. წეღავნა ვნახეთ. უბრალოდ აქ ზემოთ აღარ წამოვიდა ფასი, აქ კი დაიჭირა ორდერ ბლოკმა. აქ ორდერ ბლოკმა კი დაიჭირა, მაგრამ ბოლომდე ვეღარ ავიდა. ანუ აქაც რეალურად ის ამბავია, აი აქ შიდა სტრუქტურა გაარღვია და ძირითადად როგორც ვილაპარაკეთ, გვაქვს ის მოლოდინი, აი ეს არის აქ ორდერ ბლოკი. ძირითადად გვაქვს ის მოლოდინი, რომ შიდა სტრუქტურას რომ გაარღვევს, აი ეს low წესით უნდა აიღოს. აი აქ წესით აი აქ უნდა ჩამოვიდეს. აი შემდეგ გააგრძელოს პოტენციურად ზემოთ. ნუ ეს მაგალითი როგორც მახსოვს, ზემოთ აღარ აგრძელებს. აი ეს low აიღო. წავიდა სადა ზემოთ და ისევ ქვემოთ წამოვიდა, ნუ ეს უკვე აქ ცხადი არის, რომ აი ამ low-საც წესით აიღებს. და ბოლო ჯამში ნახეთ, აქ გაფმა პირველი რეაქცია თავიდან მისცა higher high უფრო ზემოთ წავიდა, მაგრამ ბოლოს მაინც აი სად მოვიდა. ბოლოს მაინც მოვიდა ორდერ ბლოკთან, იმიტომ რომ აქ ვიცით რომ ნახეთ როგორ შეგვიძლია შევხედოთ. აქ გაყიდვა მოხდა და შემდეგ ძლიერი ყიდვა. მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ მაგალითად აქ იმ ჭკვიანმა ფულმა ის ყველა პოზიცია შეივსო, რომლის მაგალითად დაკმაყოფილებაც უნდოდა. შეიძლება აქ ქონდა მაგალითად 1 მილიონის ორდერი, პირობითად ციფრებს პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება აქ მილიარდობითზე არის ლაპარაკი. უბრალოდ 1 მილიონი მაგალითად ვთქვათ, 1 მილიონის ორდერის დაკმაყოფილება უნდოდა აი აქ ამ წერტილში, მაგალითად აი აქ ქონდა დადებული ეს limit order-ი, რომ აი აქ უნდა შევსებულიყო 1 მილიონის ორდერი. მაგრამ 1 მილიონის ორდერი ვერ შეივსო. და შეივსო მაგალითად 9 მილიონის პირობითად. ანუ order block-ი რეალურად არის ეს, რომ აი ამ ტერიტორიაზე ქონდა ამ market maker-ებს ქონდათ ლიმიტები დადებული, რომ თავისი დიდი პოზიციები შეევსოთ, რომ შემდეგ ფასს გაესრულა. შემდეგ უკვე რომ ტესტავს ამ order blocks, ის დანარჩენი ნაწილი ორდერების, რაც ვერ დაიკმაყოფილა, შეიძლება დაიკმაყოფილოს შემდეგ. ანუ დარჩენილი ორდერები, რაც არის დასაკმაყოფილებელი, ის ორდერები, ამიტომ ვიყენებ საერთოდ order blocks. ვარაუდოთ, რომ ის ორდერები დაკმაყოფილდება შემდეგ. და ამქიდან გამომდინარე, რომ ეს ორდერები ისევ შეივსება, ფასი გაისვრის ისევ იმ მიმართულებით, საითაც არის ტრენდი. ისევ აქვე კიდევ გავიმეორებ, ორდერ ბლოკები და გაფები მუშაობს მარტო ტრენდში. აი აქ რომ შევხედოთ მაგალითად, აი სადაც ცოტა კონსოლიდაციასავით არის. ნახე, აი გაფი არის, აი იქაც გაფია.
აი ეს უგაფებია. აი ხას, ეს უკვე ცოტა ქვემოთ მიდიოდა და ეს გაფი გამოსადეგარია. შიდა სტრუქტურაში ქვემოთ მიმავალი ტრენდია და ეს კიდევ გამოსადეგარია, მაგრამ აი ეს გაფი აზრი არ აქვს, არაფერში სრულიად უადგილო ადგილზეა, ვერაფერში ვერ გამოიყენებ აი ამ გაფს. კი შეიქმნა გაფი, მაგრამ არაფერი ამით. თუ ტრენდი არ არის, მაშინ ამას აზრი არ აქვს. ნახეთ აქ როგორც კი order blocks შეეხო, ნახეთ როგორი რეაქცია ჰქონდა. ჯერ გაფსეც კარგი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ order blocks როგორც კი შეეხო, ასევე გაისროლა ზემოთ. აქ როგორც მახსოვს, კიდევ ჩამოვა ამ order block-თან, მეორეთაც გატესტავს, კი, აი მეორეთაც გატესტა, სრულად შეივსო ამ ჭკვიანმა ფულმა, თავისი ინტერესი დაიკმა ყოფილა ბოლომდე და შემდეგ უკვე გაისროლა. აი აქაც ამ მაგალითებს რო ავიღოთ. აქ ბევრი ფაქტორი არის კიდევ დამატებით, აი მაგალითად აქ შეიძლება იფიქრა ვინმეს რომ მაგალითად აქ სტრუქტურა გაარღვია. ეს პოტენციურად რეალურად გაარღვია კიდევაც. უბრალოდ სხვა ფაქტორებსაც უნდა შევხედოთ. მხოლოდ ის რომ აქ რაღაც მაგალითად აქ შეგვეძლო მე რეალურად აქ ტრეიდი ავიღე ზემოთ მიმართულებით, ოღონდ მთლიანად არა. ეს მთლიანი მოძრაობა არ დამიჭერია, როგორც კი დავხურე ტრეიდი, მაგის მერე გაისროლა. და იმიტომ დავხურე, რომ რეალურად ეკონომიკური სიახლეების უნდა გამოსულიყო, რაღაც ისეთი სიახლე გამოდიოდა, რომელმაც შეიძლება ზუსტად აი ესეთი სანთლები შექმნას. და ამ შემთხვევაში ან პოტენციურად კი ვიცოდი, რომ წესით ზემოთ უნდა წასულიყო ფასი, მაგრამ შეიძლება ქვემოთაც წამოსულიყო და ამ შემთხვევაში ესეთი მოძრაობა როცა არის, აი მაგალითად მე stop loss-ი მიდევს აი აქ, ან პირიქით რომ ავიღოთ, აი short-ზე ავიღოთ, რომ უფრო ნათელი იყოს მაგალითი. აი ვიღაცას აიქ უდევს რაღაცა მიზეზით აიქ შევიდა short-ში, არა აქვს მნიშვნელობა რატო შევიდა, აიქ შევიდა და short-ა, ქვემოთ უნდა რომ მარკეტი წამოვიდეს და აი ესე რო გაისვრის აი ამ სანთელზე. აქ შეიძლება stop loss-ი კი კიდევს, მაგრამ იმდენად სწრაფი არის ეს მოძრაობა, რომ შეიძლება ვერ შეივსოს აქ შენი stop loss-ი. და გაარღვიოს და აი გაყიდოს სადღაც აი აიქ გაყიდოს. ანუ რა გამოდის, რომ მე აი ამ პატარა stop loss-ზე მაგალითად რისკავდი პირობითად $10, პირობითად ვამბობ $10, მაგრამ ისეთ ადგილზე გამიყიდა, რომ ზარალი აქვს $10 კი არ მქონდა უკვე, მქონდა $50. ანუ რამხელა სერიოზული დარტყმაა ეს რეალურად. ამიტომ ესეთი ეკონომიკური სიახლეები მოკლედ როცა არის, პოზიციას ხურავ ხოლმე, რომ რაღაც ეგეთი უაზრობა არ მოხდეს და ტყუილად არ გავისროლო ფული. აი აქაც რა შეგვეძლო გაგვიკეთებინა, ზუსტად რაც გავაკეთე, ის ზუსტად იმას გეუბნებით და რეალურად ისეც მოხდა, როგორც მე მინდოდა. აქ 15 წუთიან ჩარტს არც დაველოდე პრინციპში, აი დამატებით სესიებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ვოლიუმი რომელ სესიებში უფრო ძლიერია, რომელი სესიაში მომხდარი მოძრაობა უფრო ვალიდურია მაგალითად, აი ამ შემთხვევაში ეს გარღვევა, რაზეც ვიძახთ, რომ სტრუქტურის რღვევა იყო აზიის სესიაში და ნახეთ როგორი ვოლიუმი აქვს, აი ეს იყო ვოლიუმი. იცოდა აქეთ გამოწვიოთ, რომ უფრო კარგად გამიშთ. აი ესეთი ვოლიუმი ქონდა, ანუ არ ქონდა საერთოდ. აქ ინტერესი რეალურად არ იყო, არანაირი. უბრალოდ აქ ლიკვიდობა აიღო მარკეტმა, ანუ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რომ მომხდარიყო ლონდონის სესიაში და დიდი ვოლიუმით, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ვალიდური გარღვევა. მაგრამ რადგან ისეთ დროს მოხდა აზიის სესიაში და არანაირი ინტერესი ან ვოლიუმი აქ საერთოდ არ ქონია ამ ფასს და ეს order block-ი დამატებით იყო გაუტესტავი, არ იყო იქ შეხებული საერთოდ მაგ order block-ზე ფასი, მაგიტომაც უკვე ვალიდური იმდენად აღარ არის ეს გარღვევა. მაგრამ ყურადღებით ყველა შემთხვევაში უნდა ვიყოთ. აი აქ დაბალ დროში ავიღე ეს რეალურად 15 წუთიან ჩარტში ეს ტრეიდი ავიღე 1 წუთიან ჩარტში. აი აქ აი ეს პატარა გარღვევა როგორც კი იყო, აი ეს უკვე ვიცოდი რომ
აქ პოტენციურად იყო იმის შანსი, რომ მარკეტი გაისროდა. აქ volume profile-საც ვიყენებ ხოლმე მე, იცით, წინა გაკვეთილი მაგისი იყო. აი აქ volume profile მქონდა ასე დადებული. აი აქ აიღო ლიკვიდობა მარკეტმა, აი აქ. და ეს ლიკვიდობა როგორც კი დავინახე და აიღო, აი აქ სადღაც ეს როგორც კი დაიწყო ლონდონის მარკეტი როგორც კი დაიწყო, აი აქ გაარღვია, შემდეგ ერთწუთიანი და ამ ერთწუთიანის გარღვევა როგორც კი ვნახე, აი სადღაც აი აქ შევედი. stop loss-ი მქონდა, აგრესიული stop loss-ი მქონდა აი ასეთი სადღაც. ოღონდ მალე გამოვედი. აი აქ გამოვედი. ეს იყო ჩემი ტრეიდი. დაახლოებით. შეიძლება ცოტა ახლოს მქონდა ეს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აგრესიული stop loss-ი მქონდა აქ მახსოვს, იმიტომ რომ ველოდებოდი მარკეტის გასროლას. აი აქ გამოვედი, აი აზიის თავს დავუმიზნე ლიკვიდობას, აი აქ. ზუსტად აიღო ჩემი ტარგეტი დაკმაყოფილი და უკან წამოვიდა და მე გაისროლა, წავიდა ზემოთ. აქაც შეგვეძლო ტრეიდი მაგალითად აგვეღო. პირობითად ერთ წუთიანში რომ არ ჩავსულიყავით. მაგალითად, აი ნახეთ სტრუქტურა გაარღვია. 15 წუთიანი, სად არის ორდერ ბლოკი? აი ბოლო გაყიდვის სანთელი, რეალურად ბოლო გაყიდვის სანთელი სანამ ყიდვა იქნებოდა, ორდერ ბლოკი, ძირითადად როგორც ვთქვით, ორდერ ბლოკს ტესტავს, მაგრამ დიდი ორდერ ბლოკი იყო. პირდაპირ აქ შეგვეძლო დაგვედო ტრეიდი. თავდე ბოლოში დაუმიზნებთ რას, ანუ რადგან სტრუქტურა აქ გაარღვია, მაინც 100% რადგან დარწმუნებულები არა ვართ, რომ მაინც და მაინც აი აქ ბოლომდე ამოვა, შეგვიძლია დაუმიზნოთ აქ რაიმე ადგილობრივს, აი აქ დაუმიზნოთ, აქ დაუმიზნოთ, აი აქ დაუმიზნოთ. ბევრ რამეს შეიძლება დაუმიზნოთ. ანუ შეიძლება აქ ზედა ორდერ ბლოკს დაუმიზნოთ, აი აქ დაუმიზნოთ. და ავიღოთ ასეთი ტრეიდი. ანუ ეს არის ორდერ ბლოკი და ეს არის გაფი. აი ასე შეგვიძლია რომ შემოვიტანოთ ეს ორდერ ბლოკი და გაფი. ან მე ძირითადად გაფებს ვიყენებ, აი როგორც აქ ახსენეთ, ასე მომწონს გაფის გამოყენება და აი ასეთი გაფები მომწონს მე რეალურად, იმიტომ რომ აი ასეთების, მაგრამ არა აი ასეთი. იმიტომ რომ აქ ვიცი რომ აქ სტრუქტურა აქვს გარღვეული და პოტენციურად აი ეს რომ გარღვია, ნახეთ, აი მე მოვიდა და ეს დასვიპა მაინც. კი ქვემოთ აღარ წამოვიდა ფასი, მაგრამ აი ეს დასვიპა. დასვიპა და მე გააგრძელა ისევ ზემოთ მიმართულებით. აი ვიყენებ მე როგორც ვთქვით, აი ესეთ გაფებს. აი ამ გაფებს ვიყენებ, რომელმაც სტრუქტურა გაარღვია ერთი და უკან დაიტოვა ორდერ ბლოკი, ქონდა კონსოლიდაცია, გაყიდვა, ყიდვა ძლიერი იმპულსით და ვიცი რა აქ არის საპორტი და რეზისტენსი. ან ბრეიკაუტის აი ეს გაფი, ბრეიკაუტის გაფებს ვიყენებ ძირითადად მე. მაგრამ შეიძლება დაბალ დროებში მაგალითად გამოიყენო აქაც კონდეს რაღაც დაბალ დროში ბრეიკაუთი. სადმე აქაც იქნება მაგალითი. აი თუნდაც ეს გაფი მაგალითად შეიძლება მაინც და მაინც რაღაც ზემოთ არ დაუმიზნო. ეს ახლა ბრეიკაუტის გაფი არ არის, მაგრამ ამ იმპულსით რომ დაიწყო მოძრაობა, მერე იყო ბრეიკაუთი. აი პირველად ნახეთ ისევ აი ამ გაფმა კარგად დაიჭირა ისევ. და აი ეს არის საპორტი და რეზისტენსი. ზუსტად ეს საპორტი და რეზისტენსის წერტილი არ არის, ესე არ შეხედათ რა, ეგ ერთი წერტილია და აი ამ წერტილთან როგორც კი მოვა ეგრევე უნდა გაისროლოს. საპორტი და რეზისტენსი არის აი რამდენიმე სანთლის ესე ერთობლიობა, ერთად შევხედოთ, სად არის საპორტი და რეზისტენსი. შეგვიძლია გავხაზოთ აი ასე. აი ეს არის საპორტი და რეზისტენსის ტერიტორია. დამატებით გაფს და გაფთან მოვათავსოთ ესე გაფში იყოს ეს საპორტი და რეზისტენსი, ანუ ეს ბოლო წერტილს არ უყუროთ მაგითო, იმიტომ რომ გაფშიც იყოს
და აი გაფის ტერიტორიაზე როცა საპორტი და რეზისტენციც არის, უკვე აქ უფრო მეტი შანსია რომ გაარღვია ამ გაფით საპორტი და რეზისტენცის ტერიტორია, გაფია და მეტი შანსია რომ აი აქ დაიჭიროს. და აქ ჩავიდეთ შემდეგ, აქ როგორც კი მოვა ისევ ამის მაგალითიც ვნახოთ, დაბალ დროებში როგორ გამოიყურებოდა. აი, აქაც ისევ შვენიურად, ნახეთ? აი სტრუქტურა სად არის? აი ამ სანთელმა, ნახეთ? სტრუქტურა აიღო და ნახე მე ქვემოთ წამოვიდა ისევ. აი მოდი ეს დროებით არ გვინდა. ისევ ქვემოთ წამოვიდა და რა გატესტა? ბოლო გაყიდვის აქ ცოტა ქვემოთაც შეგვიძლია ავიღოთ. აი მაგის შემდეგ კიდე იყო აი ეს სანთელიც. ნახეთ, აქ ჩამოვიდა ბოლომდე გაყიდეს და მე ყიდვა აი ეს სანთელი მაგის ზემოთ ამოვიდა აი ამის ზემოთ. და ისევ იყო აქ გაყიდვა. აი ეს სანთელი შეგვიძლია ავიღოთ ამ შემთხვევაში. ანუ სულ ძირი არის ეს, მაგრამ ესეც გაყიდვა ყიდვის სანთელი იყო. ნახეთ, როგორც კი ეს სტრუქტურა იყო, ქვემოთ წამოვიდა, ეს კი ახლა მწვანე სანთელია, აქ თეთრია, მაგრამ ზემოთ მოვალი სანთელია, მაგრამ ჯერ ქვემოთ წამოვიდა, ეგ ვიქს ხომ ხედავთ? ჯერ ქვემოთ წამოვიდა, როგორც კი აიღო, შეგვიძლია აქ ძირში დავუდოთ. როგორც კი აიღო ეს ორდერ ბლოკი, როგორც კი გატესტა სტრუქტურის რღვევის მერე ეგრევე გაისროლა. ნახეთ რა კაი ტრეიდია აქაც. რა შეგვიძლია ახლა აქედან დავუმისნოთ. აი, ბევრი რამეს მაგალითად. Ну, ამ შემთხვევაში აი ლოკალურ ჰაის დავუმისნოთ, პირობითად. 4-1-თან მიმართებაში ტრეიდი, მშვენიერი ტრეიდი. აი ესე ვიყენებთ ორდერ ბლოკებს და გაფებს. კარგით, ორდერ ბლოკებისთვის და გაფებისთვის სულ ეს არის მეგობრებო, სტრატეგიები გითხარით, როგორ შეიძლება ეს გამოიყენოთ. თავარი არის რომ გატესტოთ თავად, აი ეს კონცეფციებს ხომ მიხვდით რეალურად, როგორ მუშაობს, რისთვის არის, რა არის გაფის უკან, ესეც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რეალურად ეს ბრმად არ ვიყენებდეთ ამ გაფებს და ორდერ ბლოკებს ვიცოდეთ ამის უკან რა არის, ვიცით ამის უკან რა არის, რატომ ვაკეთებთ ამას, როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ანუ მე როგორც ვიყენებ მაგის მიხედვით გითხარით. და ახლა უკვე საჭირო არის რომ ეს სტრატეგია როგორც ახლა აქ მაგალითად ველოდებით რომ მაგალითად აი ამ ტერიტორიაზე მოვიდეს 4 საათიანზე ვუყურებთ პირობითად ველოდებით რომ ამ გაფში შემოვიდეს და საპორტი და რეზისტენციც იყოს მაგალითად გამრღვები იყოს ეს გაფი სტრუქტურის როგორც კი შემოვა ამ ტერიტორიაზე ამ გაფში აი ნახეთ აქაც შემოვიდა აქაც შეიძლება აგვეღო რეალურად ესეთი ეს ტრეიდი მაგრამ აქ აგვაჩერებდა მაგრამ არა უშავს აი პირობითად აქაც ხომ შემოვიდა, შემოვიდა გაფში, აი აქ სტრუქტურის გარღვევა ჰქონდა. აი აქ იყო, ანუ ორდერ ბლოკი აქ, დიდი ორდერ ბლოკი ეს იყო. ანუ აქ შეგვეძლო აგვეღო ტრეიდი. ნუ რეალურად თუ თავს არ დაუმიზნებთ, ესეც მაგიტომ არის, უნდა გატესტოთ, ანუ რას დაუმიზნოთ. თუ თავს არ დაუმიზნებდი, მშვენიერი ტრეიდი იყო, აი აქ ადგილობრივ ლიკვიდობას რომ დაგემიზნებინა 2-1-თან მიმართებაში მშვენიერი ტრეიდია. მაგრამ ეს თავიდანვე საზღვრად ამას. წესი შემოვიღოთ. ანუ თუ მოხდა ეს რომ აი აქ გაფის ტერიტორიაზე შემოვიდა და შევხედეთ შემდეგ 15 წუთიანი სტრუქტურა თუ გაარღვია ეს შიდა. მაგალითად, როგორც კი ვნახავ რომ გაარღვია შიდა სტრუქტურა ვიღებ ან limit orders ან market order-ით შეგვიძლია ვიყიდოთ, როგორც კი order block-ის არეალში მოვა, ყიდულობთ stop loss უდებთ order block-ის ბოლოში, შეიძლება ოდნავ მეტად გავუწიოთ, იმიტომ რომ იქ spread-ია, შეიძლება დასვიპოს კიდეც, ამიტომ ოდნავ ქვემოთ შეგვიძლია დავუდოთ მაგალითისთვის, ეს უბრალოდ მაგალითია, შემდეგ უკვე თავად შეგვიძლიათ ეს განსაზღვროთ. ამ ყველაფერი ქონდეს დალაგებულად, არანაირი გაურკვევლობა არ იყოს. ანუ აუცილებლად, ესე იგი, სტრუქტურა მოვიდა ჩემ ტერიტორიაზე
15 წუთიანი სტრუქტურის გარკვევა ვნახე. შევდივარ order block-ის ტერიტორიაში, ანუ რატო შევდივარ ეს ყველაფერი ვიცი, სად შევდივარ order block-ის ტერიტორიაში ვიცი, სად უდებ stop loss, ანუ სად უკვე ეს stop loss-ი რა არის რეალურად? Stop loss-ი არის ის, რომ თუ აქამდე მოვიდა, ესე იგი ეს ტრეიდი არ იყო ვალიდური. ანუ შევცდი. ეს არის stop loss-ი. შევცდი, არაუშავს, შემდეგ ტრეიდს ავიღე. ეს არის რომ დაგიცვას რეალურად stop loss-ი არის ამისთვის. ეს stop loss-ი არასდროს არ გაწიოთ უფრო ქვემოთ. აი შეიძლება გეგონოს რომ ან შეგეშინდეს აი აქ ახლოს რომ მოვა, ან ქვემოთ გაწიო მაგალითად. არასდროს არ გააკეთოთ ეს, ანუ თავიდანვე stop loss-ი დაუდეთ ისეთ ადგილზე, სადაც იქნები უსაფრთხოდ, სადაც იცი რომ თუ იქამდე არ უნდა ჩამოვიდეს ფასი. თუ იქამდე ჩამოვიდა, ესე იგი არიყავი ეს ტრეიდი არისო. მომგებიანი არ იყავი სწორი, არ იყო მაგალითად ანალიზი სწორი, ან უბრალოდ ფას ანალიზის ყველაფერი სწორი იყო, ყველაფერი კარგად გააკეთე, მაინც ეს თავი არ დაინახავ, ყველაფერი კარგად გააკეთე რეალურად, ყველაფერი სწორი იყო, მაგრამ არ უნდა ეხა აქედან ფას რო ზემოთ წავიდეს, უნდა რომ order block-ი გატესტოს, მაგრამ ქვემოთ უნდა, ან უნდა რომ downtrend-ში წავიდეს, საერთოდ ქვემოთ გააგრძელოს. ამისთვის არის stop loss-ი. აქედან შეიძლება ნახე მე რო ეს stop loss-ი არ დავდო. აი კი ამოვიდა, ახლა 15 წუთიანი გაარღვია მაგალითად, აი აქ. პირობითად, აი როგორც მოხდა რა რეალურად. არა უფრო ქვემოთ წავიდეს. ამოვიდა, აქ გაარღვია და აქედან stop loss-ი რო არ დაუდო. ანუ უბრალოდ შეიძლება აი ესეთი რაღაც ხნას, ანუ ქვემოთ წამოვიდეს, არის. იმ ხელას არ ალი მომიდანოს, ახლა აქ stop loss-ი თუ არ მინდებს რა, ანუ დავკარგე ყველაფერი და დამთავრდა, ვეღარ სიტრეიდებ. ანუ stop loss-ი აუცილებელია და თავიდანვე ვდებთ ისეთ ადგილზე stop loss, სადაც თუ ჩამოვიდა, ესე იგი არ იყო ეს ტრეიდი მომგებიანი, არ უნდა მოიგო ამ ტრეიდს, ფასს აქვს გადაწყვეტილი რომ ქნას სხვა რამე. მაინც თავს უნდა დანაშაულეთ ეგრევე რომ აი რაღაცა მე ვერ გავაკეთე სწორად კარგად. შეიძლება სწორად გააკეთო ყველაფერი, მაგრამ მაინც გაგაჩეროს ფასმა. მარკეტში ხდება ეს ჩვეულებრივ 100%-ით მარკეტში არაფერი არ ხდება. ანუ აქ პირობითად ეს ტრეიდი ავიღეთ, მაგალითად ორი ერთთან მიმართებაში მოვიგეთ, ან აქ დაუმიზნეთ პირობითად და გაგვაჩერა. გაგვაჩერა არა უშავს. თავიდან ისევ ჩვენ ტერიტორიაზეა, ხედავთ რომ ისევ რეაქცია აქ ფას, დამატებით ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ შემდეგ ლიკვიდობად, რომ ლიკვიდობა აიღო დამატებით ფასმა, ჩამოვიდა, აი აქ ისევ გაარღვია, ისევ იგივე order block-ის ტერიტორიაში შევდივარ, stop loss უდებ ბოლოში და ისევ უმიზნე ფასს, ამას. რა გამოვიდა? ერთი ტრეიდი წავაგეთ, ერთ ტრეიდი მოვიგეთ. ანუ -1 მაგალითად $100 თუ დებთ რისკავთ ერთ ტრეიდზე, პირობითად, აი აქ გავრისკე $100, ანუ -$100-ია ეს არის -$100. აქ 4 ერთთან მიმართებაში მოვიდი, ანუ +$400. ჩამში ავიღე ორი ტრეიდი, მაგრამ ერთი წავაგე, ერთი მოვიგე. მაგრამ მე რა რომ ეს წავაგე და ერთი მოვიგე. ანუ აქ რა გამოდის, რომ 50%-იანი მოგება მაქვს რეალურად. ანუ 100%-ზე ხო არ ვიძახით. 50% შემთხვევაში ვიყავი მართალი და პროფიტი გავაკეთე, ჩემ რისკთან შედარებით 3-ჯერ მეტი. x3, ანუ 3-ჯერ მეტი პროფიტი გავაკეთე. დევით რა არის ტრეიდინგი? ანუ არ არის აუცილებელი რომ ყველა ტრეიდში მართალი იყო. საკმარისია ნახევარ შემთხვევაში იყო მართალი. შეიძლება უფრო ცოტა ჯერაც, აი თუნდაც უბრალოდ ბევრ ტრეიდს ნუ აიღებთ უაზროდ, მაგრამ აი თუნდაც აი ეგ რაღაც მიზეზით, აი აქაც აგვეყო ახლა კიდე ტრეიდი, არა აქვს მნიშვნელობა აქ მიზეს უბრალოდ. ვითომ აქაც ავიღეთ ტრეიდი. ანუ რა გამოვიდა, რომ დღეს ავიღე 3 ტრეიდი, 2 წავაგე, 1 მოვიგე. ანუ მოგება მაქვს 33%-იანი ახლა უკვე. ანუ 100%-დან 2 წავაგე, 1 მოვიგე. ანუ 33% შემთხვევაში ვარ მართალი. მაგრამ როცა მართალი ვარ, ჩემი ტრეიდი იყო 4 ერთთან მიმართებაში. ანუ ძირითადად ეს კი როცა მართალი ვარ, 4 ერთთან მიმართებაში ტრეიდებს ვიგებ. ანუ რა გამოდის? კი,
მაგალითად 2-ს ვაგებ და 1-ს ვიგებ, მაგრამ 400-ს ვიგებ და 200-ს ვაგებ. ორჯერ არ ვიყავი მართლა. ანუ მაინც ჩემი პროფიტი არის 200. აი ეს არის რეალურად მთელი ტრეიდინგის არსი, იმიტომ რომ 100%-იან მოგება არავის არ აქვს. უბრალოდ თავარია ის, რომ როცა მართალი ხარ, იყო კარგად მართალი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 4-1-თან მიმართებაში მოიგო მაგალითად, ამ შემთხვევაში იქ იყო წინა ტრეიდები ვნახეთ 8-1-თან მიმართებაში შეიძლება ყოფილიყო. და როცა მტყუანი ხარ, აგებ 1-ს, 100-ს მაგალითად, და მიგებ 4-ს პირობითად. ამიტომ 100%-იანი მოგება რომ არ გქონდეს და გქონდეს 50%-იანი, ბოლო ჯამში 100 ტრეიდის ჭრილში, 1000 ტრეიდის ჭრილში უკვე სერიოზულ მოგებაში ხარ. უბრალოდ აქ მერე ფსიქოლოგიური ფაქტორები შემოდის, ამიტომ ამისთვისაც ვაკეთებთ იმას, რომ თავიდანვე განსაზღვრული გვაქვს პროფიტი სად უნდა ავიღოთ. აი თუ თან განსაზღვრული არ მაქვს პროფიტი სად უნდა ავიღო და არ ვიცი ზუსტად პროფიტი სად ვიღებ, აი რომ დაიწყებს მოძრაობას, აქ კი ახლა სულ მწვანე სანთლებია და აქ შეიძლება არ შეგეშინდეს მაგალითად და თამამად იყო, მაგრამ შეიძლება აქ შემოbrunდეს, აი იმოძრაოს მარკეტმა ესე აქ ამოვიდეს, მე აქ ცოტა ქვემოთ წამოვიდეს, გეგონოს რომ სო დამთავრდა, მე ისევ აქ ავიდეს, ისევ ჩამოვიდეს, აქ გაატაროს თრო და ბოლოს ავიდეს. აი ამ მომენტებში თუ თავიდანვე წინასწარ არის ახლა სად უნდა დაუმიზნო და რა არის შენი წერტილი იმის რომ პროფიტი აიღო, აი ნებისმიერ დროს აი აქ უკან რო დაიწყოს მოძრაობა შეიძლება ეგრევე იფიქრო რომ მოდი პროფიტს ავიღებ. და ბოლო ჯამში ტრეიდი გამოგივიდეს, აი მაგალითად აქ რო ესე ჩავთვალოთ რომ ესე მოძრაობს, აი აქ ჩათვალა რომ პროფიტი ავიღე და მოდი რაღაც შეგეშინდა და ტრეიდი გამოგივიდა 1-1-თან მიმართებაში. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, თავიდანვე და რაღაცა წარმოსახვევი და რო არ გეგონოს რომ რაღაცა იქ შემოbrunda ფასი და მოდი აქვე ავიღებ, ჯობია რომ წინასწარ განსაზღვრო ყველაფერი, იცოდე რომ აი პროფიტი უნდა ავიღო აქ. თუ აქამდე ფასი არ მივა, ან უნდა მოკლედ ან გამაჩერებს ტრეიდი და -1 იქნება, ან ავიღებ პროფიტს. აი ეს ორი ალტერნატივა უნდა მქონდეს მარტო. ან ეს და დამთავრდა. არც რაღაც აი აქ ავიღებ სადღაც, არც აქ აიღებ, არც აქ, აი აქ უნდა აიღო უეჭველი. და აი აქ უნდა გაგაჩეროს. ამასაც არ წევარსად არ მიგაქვს ქვემოთ, თუ მოვიდა აქ უნდა გაგაჩეროს ესე იგი. და არც ამას არ წევს ზემოთ. აქ რომ მოვიდა მე შეიძლება სიხარბე დაგემართოს რომ რაღაც მიფრინავს ფასი და მოდი გავყვები ბოლომდე და იქნება უფრო ზემოთ წავა სადღაც გახედო აქეთ და აი იქამდე ამოვა კაცო. აი იქ დაუმიზნებ მოდი. აი იქ ვიყავით შესული, ხო? კი აქ მქონდა მე დამიზნებული და რა. ვატყობ რა რომ ეხა აი იქ უნდა წამოვიდეს ეხა ეს ფასი და გავყორდე და აი იქ დაუმიზნო და მოგინდეს რომ აი 4-1-თან მიმართებაში კი არა, აი 8 მინდა რომ 9-1-თან მიმართებაში მოგინდეს. შეიძლება მართლა ავიდეს კიდეც იქ ფასი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ერთ მიმართულებით არ მოძრაობს ფასი და აქ იზავს ბევრ რამეს. აი უბრალოდ ვნახოთ რას იზავს აქ ფასი. მაგიტო ჯობია რომ აი იქ აიღო პირდაპირ. ამ შემთხვევაში შეგეძლო ცოტა გაგეწელა მაგალითად და აი აქ აგეღო პირობითად, მაგრამ ჯობია რომ იქ აიღო და აქ მეორე ტრეიდი აიღო მერე კაცო. აი იქ აიღო კიდე რაღაცა, აი აქაც დასტური ნახო, აქ გაფები გაქვს, ესა გამოდის. აი აქ ისევ გაფები გაქვს მაგალითად, აი აქ გარღვია.
support და resistance-ის ტერიტორია, ანუ ძირითადად აქვე არიჭერს ხოლმე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში დაიჭირა პირობითად 15 წუთიან ჩარტზე უყურებ. აქ გაარღვია, ან შემდეგ 1 წუთიანში ჩახვიდი, აქ იგივე მაგალითად როგორც 4 საათიდან 15 წუთზე ჩამოვედი და აი აქ მაგალითად გაარღვია 1 წუთიანმა და შეხვედი აიქ. და მერე დავუმიზნო აი უკვე აიქ შემდეგ ლიკვიდობას, აი აქ, ან აქ მაგალითად, ან დავუმიზნე აი აქ. და შემდეგი ტრეიდი აიღო უბრალოდ, ანუ ამ ერთ ტრეიდით გამდიდრებაზე ნუ იფიქრებ, რომ აი ეს ერთი ტრეიდი, ამ ერთმა ტრეიდმა უნდა მაშინოს და ეს ერთი ტრეიდი წყვეტავს ყველაფერს. ერთი ტრეიდი იცოდე, რომ აქედან აქამდე, აი აქ აიღებ პროფიტს, მივიდა შენ პროფიტამდე შვენიერი. გაეშვი, დაანებეთო. მოვიდა მეორე დღე, ან თუნდაც იგივე დღეს. მოგეცა სისტემის მიხედვით ახალი შესაძლებლობა, სხვა ტრეიდში შედი. 4 ერთთან მიმართებაში, ან რაც იქნება, დაუმიზნე. მეორე ტრეიდი 3 ერთთან მიმართებაში, მესამე ტრეიდი 4 ერთთან მიმართებაში. ანუ ერთ ტრეიდზე არა ვართ მოგეთ დამოკიდებული, ერთ ტრეიდი არც დაგვაქცევს, არც აგვაშენებს. არ ვიფიქროთ, რომ მაქსიმალურად გამოვწუროთ და გავწელოთ და აიქ რავი, აიქ დაუმიზნო სადღაც, წავა და აიქ დაუმიზნებ და ეს ტრეიდში მინდა რომ რაღაც აიქ პატარა stop loss-ით შევალ. 30 ერთთან მიმართებაში მინდა, ვიცი 50 ერთთან მიმართებაში. მოგეთ ერთ ტრეიდზე ნუ გავუყურდებით, ერთ ტრეიდი არ აგვაშენებს, ერთ ტრეიდი არ დაგვაქცევს. ანუ რა ტრეიდის არ უნდა დაიჭირო? რეალურად თუნდაც 100-თან მიმართებაში თუ ეხა ერთ ტრეიდზე არ გადიხარ $10,000 და რავი $100,000 ეს ტრეიდი არ აგაშენებს. ეხა $100 რო გადიხარ, აი ფულს კი მოარტყავ, ეხა ერთ ტრეიდს 100 ერთთან მიმართებაში თუ დაიჭირე, რა ვიცი 10,000-ია მგონი, მაგრამ ჯერ რო ძალიან დაბალი შანსია და მასე ტრეიდებს რო ელოდო და მას ტრეიდებს რომ მიზნო სულ $-100 იმდენჯერ იქნება ეს $-$100 რომ გაგაკოტრებს ბოლოს. ამიტომ დაუმიზნე რეალურს, დაუმიზნე ისეთს, რასაც ყოველთვის შეძლებ რომ დაუმიზნო, მაგალითად აი ამ ლიკვიდობას და არ გაღორდე რაღაცა სხვას არ დაუმიზნო, რომ ყველა ტრეიდი იყოს სისტემური, ყველა იყოს ერთნაირი. რაც შეიძლება სისტემური, რაც შეიძლება ნაკლები გაურკვევლობით და რაც შეიძლება რომ ზუსტად იცოდე რა უნდა გააკეთო. სად შედიხარ, რატო შედიხარ, სად დებ stop loss და სად უმიზნებ. აი ეს ყველა იყოს მაქსიმალურად ობიექტური და არაფერი დამატებითი ფიქრი და გონების ჭყლეტვა არ სჭირდებოდეს. რაც უფრო გაამარტივებ ამას, უფრო მალე გახდები პროფესიონალი, რეალურად და უფრო მალე იშოვი ფულს. აი ამ პროფესიით. კარგი, დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, გაფებზე და ორდერ ბლოკებზე. აიღე ეს მაგალითები, გატესტე აუცილებლად და რომ გატესტავ, შემდეგ უკვე მიხვდები შენ თვითონაც რამდენად ღირებულია, ან არ არის ღირებული. უკვე დავად პრაქტიკაში ნახავ, რამდენად ვალიდური არის ეს სისტემები და შემდეგ უკვე შეგიძლია გამოიყენო. თავიდან რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ტესტო და შემდეგ უკვე რეალურ ტრეიდში შეიძლება რომ გადაიტანო, როცა ნახავ რომ მუშაობს. კარგით, არ დაგავიწყდეთ ყველის გამოწერა და ლაიქება. კომენტარების სექციასაც ჩავრთავ, კომენტარებში თუ რაღაც გაურკვეველია და გაინტერესებთ მაგალითად დამატებით, მე ხა შეიძლება ყველა საკითხი არ გამახსენდეს, თუ რაღაც დაგაინტერესებთ, გაგახსენდათ, ან ჩაკითხვა მოგენდომებათ რაიმე დეტალზე, რაიმე გაურკვეველია და გენდომებათ რომ რაიმე კონკრეტული საკითხი განვიხილოთ, დააკომენტარეთ და რომ ნახავ, შემდეგ მაგის მიხედვით შეიძლება ჩავწერო ვიდეო. ან იქვე გაგცეთ პასუხი. აბა კარგად.